ორსაათში ოცნების სასამართლოში ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის ხდომა დაიწყება. მოსამართლე ყოფილი მთავარი პროკურორის დაუსწრებლად იმსჯელებს აღკვეთის ღონისძიების საკითხზე. ოლიგარქის გუნდს ვაშინგტონის და ლონდონის მიერ სანქცირებულმა მოსკოვიდან შემოუთვალა, რომ ბრალს არ აღიარებს. მას ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდის ძმის ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებას ედავებიან. ივანიშვილის წარმომადგენლები ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის დამცველთა როლიდან მხოლოდ ამ ბრალდების შემდეგ გამოვიდნენ. მანამდე რეჟიმმა რეაგირების გარეშე დატოვა დასავლეთის უმძიმესი ბრალდება, რომ ყოფილი მთავარი პროკურორი FSB-ზე მუშაობდა. მეტიც ყოფილ მთავარ პროკურორს მაშინ ეროვნული ბანკიც გადაეფარა. ნატალი ჯახუტაშვილი აგრძელებს თემაზე ფორმულას პირდაპირ ეთერში საუბარს. ოთარ ფარცხალაძის პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ზუსტად 2 საათზე დაიწყება. თავად ოთარ ფარცხალაძე რუსული FSB-ს აგენტი თავის ხდომას არ დაესწრება, ვინაიდან ის საქართველოს ტერიტორიაზე არ იმყოფება. არსებული ინფორმაციით რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში მხილებული ფარცხალაძე მოსკოვშია. დიდი ალბათობით მას დღეს დაუსწრებლად შეუფარდებენ პატიმრობას და ახლა მთავარი კითხვა რა არის ბიძინა ივანიშვილის მოტივაცია, რატომ გადაწყვიტა მაინც და მაინც ახლა ოლიგარქმა ოთარ ფარცხალაძის დაჭერა და სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება ყოფილი გენპროკურორის წინააღმდეგ, მაშინ როდესაც ოპონენტები უკვე წლებია საუბრობენ, რომ ოთარ ფარცხალაძე მხილებულია სხვადასხვა სისხლის სამართლის დანაშაულში. მისი მისამართით არაერთი კითხვა არსებობს სხვადასხვა საქმეზე. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ქართული ოცნება წლებია უკვე თანამშრომლობს კრიმინალურ სამყაროსთან და ოპონენტები ვარაუდობენ, რომ ახლა ბიძინა ივანიშვილს ანგარიშის გაწევა უწევს ეგრეთ წოდებული ქურდული სამყაროსთვის და ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დააკავოს ოთარ ფარცხალაძე. ფარცხალაძე რო კრიმინალი იყო, იგი ცოტა ყველა დანიშვის დღიდან გასკა ის ამბავი, რომ პოტასები ქონდა სადღაც მოპარული, მაგის შემდეგ გასკა რამდენიმე ამბავი, მათ შორის ერთი იყო უკანონო გაყვანა ვანო მერაბიშვილი, სადაც გარეული არის მათ შორის ოზარ სუბარი და იქ მე რაღაცა კამერების ჩანაწერები თვითონ არაფერი არ აღმოჩნდა და ასე შემდეგ. მაგის შემდეგ იყო ამბავი, როცა გასკა, როდესაც ისევ ქოცების სპორტის მინისტრის ამბავი, როცა ჩაიყვანეს სარდაფში და ცემეს ფიზიკურად გაუსწორდა, მაგის შემდეგ ადამიანი აღარ უნახავს არავის საერთოდ, გაქრა საერთოდ საჯარო სივრციდან. ეს ამბავი არ უკვე პოლიტიკურად ეს იაწყობს და შეუძლია გაწირო ნებისმიერი რაღაც. ამ შემთხვევამ თვალნათლივ დაგვანახა დღესდღეობით როგორ არის ერთმანეთში შეზრდილი კრიმინალი, კორუფცია და სახელმწიფო. და მთავარი აქ არის ის, რომ ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლო და საგამოძიებო უწყებები, რომლებიც ამას მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად გამოიძიებენ. მაშინ როდესაც ის სახელმწიფოს საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატში იყო ბრალდებული და სანქცირებული, მაგის გამო მთელი სახელმწიფო აპარატი და რეჟიმი გადაეფარა მას, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ რასაც ფარცხალაძე მაშინ აკეთებდა, ის აკეთებდა არა თავისთვის და თავისი ნებით, არამედ აკეთებდა იმ სისტემის ნაწილი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ივანიშვილი და ამჯერად ეს უკვე რაღაცა მოხდა ანგარიშის გაწევა ივანიშვილის მხრიდან იმ ქურდული სამყაროს მიმართ, რომელიც ითხოვს ალბათ დამნაშავის თავს მისგან. წლების მანძილზე ოპოზიციას საუბრობდით, რომ ოთარ ფარცხალაძე იქცა კრიმინალური სამყაროს ნათლი მამად, რომელიც შავი ხელის მეშვეობით მართავდა მათ შორის ბიზნესსაც. და რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ამ წლების მანძილზე ამაზე საუბრობდით, ივანიშვილის ბანდა მას ეფარებოდა, მაგას საკუთრებით გადაეფარა მაშინ და გამონაკლისი დაუშვა, როდესაც ის სანქცირება მოხდა მისი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ და მიუხედავად ამ ყველაფრისა, შეიძლება ითქვას, რომ დღეს თვითონვე დაამტკიცეს, რომ ეს ადამიანი არის როგორც რუსეთის აგენტი, ისევე კრიმინალური ამ სამყაროს ერთ-ერთი ბოსი. ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეს ედავებიან კანონიერი ქურდის ძმის ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებას ყოფილ გენპროკურორს 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. დიდი ალბათობით ოფიციალური თბილისი უკვე უახლოეს მომავალში მიმართავს მოსკოვს, რომ საქართველოში მოხდეს მისი ექსტრადირება, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ პუტინის რეჟიმი თავის აგენტს გადასცემს საქართველოს.